ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული გასართობი ღონისძიებები გორში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. ასევე წარმოდგენილი იყო ზღაპრის გმირები, რომლებიც ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ. გილოცავთ პირველ რიგში დღევანდელ დღეს. ყოველას უსურვებს საუკეთესო ყველაფერს აბსოლუტურად და ჩემს ზღაპრის გმირებთან ერთად მივულოცავ ამ ლამაზ დღესასწაულზე. დღეს რა მოკლედ ფიფქია, კონკია, დონალდაკი, გუფი, სპაიდერმენი, თვიჩი, მოკლედ მთელი არმია მყავს ზღაპრის გმირების ჩამოყვანილი. საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ყველას ვუსურვებ კარგად ყოფნას. მით უმეტეს ყველა ნინოს ვულოცავ ნინოობას. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სკოლებს შორის კულინარიული შეჯიბრიც გაიმართა. დღის ბოლო ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტმა დაასრულა. 12 საათზე ზუსტად დაიწყო კულინარიული შეჯიბრი. ჩვენ მე-12 სკოლას წარმოვადგენთ და ამ შეჯიბრში მივიღეთ მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ისეთი კარგი კერძები გამოგვივიდა. ჟიურიმაც მოგვიწონა ნამდვილად და წარმატებებს ვუსურვებ დანარჩენ გუნდებსაც. ჩვენ დავიწყეთ დილით უკვე მარათონით, როგორც დავთქვით თავიდან, ეხლა გაიმართა უკვე ფრიზბის საჩვენებელი თამაში. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც კულტურის ცენტრისათვის არის ის, რომ დღევანდელ დღეს უკვე ორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით შევხვდით. ჩვენ ვაფორმებთ თანამშრომლობის მემორანდუმს ფრიზბის ფედერაციასთან და ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან. ბავშვთა საერთაშორისო დღე დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე. 1950 წლის 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც ეს დღე ყოველწლიურად არის მიჩნეული დღესასწაულად.